Ქალაქოს სასამართლოში ბაჩო ახალაიას მორიგის სასამართლო პროცესი ამ წუთებშიც მიმდინარეობს. წინასწარი ინფორმაციით სხდომაზე 2 მოწმე დაიკითხება. საქმე ეხება იალღუჯას ბაზაზე მომხდარ ინციდენტს. ამ ეპიზოდში ახალაიას ბრალი რამდენიმე სპეცრაზმელის ფიზიკურ შეურაცხყოფაში აქვს აღენებული. დასვლის მხარე ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებს. ბაჩო ახალაიას ადვოკატის განცხადებით მტკიცებულებები, რომელიც დასვლის მხარემ წინა სასამართლო პროცესზე ფოტომასალის სახით წარმოადგინა ახალაიას უდანაშაულობას ამტკიცებს. ალხას ველიჯანაშვილის განცხადებით დღევანდელ სასამართლო პროცესზე დასვლის მხარე ვიდეო მასალასაც წარმოადგენს, სადაც ნაჩვენები იქნება თუ რა პირობებში გადიოდნენ სპეცრაზმელები მომზადებას. სწორედ გრძელდება დღევანდელ პროცესის დაკითხვები, დარჩა 2 დაზარალებული და რაც შეეხება სხვა მასალებს, უკვე რეინჯერის კურსის ვიდეო რგოლ, სადაც ნათლად იქნება ასახული, რომ ეს ყველაფერი, რაც ბრალში არის ასახული და ვარჯიში შემადგენელი ნაწილი არის რეინჯერის კურსი უშუალო და არაფერი სხვა. ჩვენ წარუდგინეთ ფოტოები, როდესაც 5-7 დღის შემდეგ თურქეთის სანაპიროზე ამ ადამიანებს ხელში უჭირავთ დაახლოებით 120-130 კილოიანი მასა, არიან უზომოდ გადამთვალები, ცეკვავენ დისკოტეკაზე, არიან შიშვლები, სადაც არანაირი დაზიანების კვალი ამ ადამიანებს არ აღენიშნებათ და მათ ეს დაადასტურეს, რომ დიახ, ეს არის ის ფოტოები, რომელიც მათ თურქეთში გადაიღეს. დღეს მოყვანილი იქნება 3 მოწმე, დაიკითხებიან ბაჩანა ახალაიას და სხვათა მიმართ წარდგენილ ბრალდებაში მოყვანილი ფაქტებთან დაკავშირებით. თუ როგორ აწამებდნენ, როგორ დასაჯეს პოლიტიკური ნიშნით.